ბრუნდებით პირდაპირ ეთერში უკვე სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ პირველი არხის სპეციალურ ეთერს. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან გიგა სოფრომაძე, მერის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომელი, მარიამ სირაძე, სოციალური მუშაკი პრობაციის სააგენტოს ასევე უკვე ყოფილი თანამშრომელი. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს დიპლომატი კახა სიხარულიძე და გადაცემის ბოლოს უკვე პოლიტიკოსებთან განვაგრძობთ საუბარს. ჩვენი სტუმრები იქნებიან კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი გიორგი იმედაშვილი და ლადო ბოჟაძე, ქართული ოცნების დეპუტატი. საუბარს ვიწყებთ სტუდიაში მყოფ სტუმრებთან გიგა სოფრომაძე, მარიამ სირაძე. ხალხო მარიამ, თქვენით დავიწყებთ. თქვენ უკვე ხართ პრობაციის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი. რომ გითხრათ, რა ვითარებაში მოხდა თქვენი გათავისუფლება და როდის მიიღეთ ზეპირი შეტყობინება? ბატონო, მოგესალმებით და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცემა ამაზე საუბრის საშუალება. უშუალოდ ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით ზეპირს სიტყვიერი ინფორმაცია მივიღე 25 დეკემბერს, სატელეფონო ზარის მეშვეობით. და რა დასახელდა მიზეზად? მიზეზები ესე ობიექტური არ დასახელებულა. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ რაღაცა მესიჯების გაჟღერება მინდა და თუ მომეცემა ამის საშუალება, რომ სათქმელი ბოლომდე მინდა, რომ მაყურებლამდე მივიტანო. პირველ რიგში, რასაც აღუნიშნავ, არის ის, რომ მუშაობ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მუშაობთ ისეთ ადამიანებთან, როგორიც არიან პირობით მსჯავრდებულები, ყოფილი პატიმრები და უადა პატიმრები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თავიდან ჩემი სამსახურში აყვანის წინაპირობაც იყო ის, რომ საჭირო კადრები ვიყავით მე და ჩემი უკვე გაშვებული კოლეგები და ამის საფუძვლად ყისიერად მოხდა ჩვენი ხელშეკრულების გაფორმება. იმის ანაცვლოდ ჩვენ გადავიდოდით თქვა სხვა სამსახურებიდან ამ კონკრეტულ სააგენტოში და ჩავარდით ხელშეკრულება რა ვადით იყო გაფორმებული? ხელშეკრულება მე დავიწყე 12 აგვისტოს და 31 დეკემბრამდე იყო ეს კონკრეტული ვადა. და უშუალოდ გასაუბრების პროცესში სანამ მე გავიარე კონკურსი შესაბამისად როგორც ხდება, იქ მივიღეს ზეპირს სიტყვიერი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც საშტატო ადგილი გაჩნდებოდა, მე გავხდებოდი მუდმივი თანამშრომელი და წინაპირობა იმისა, რომ თქვა ხელშეკრულება გაწყდებოდა რაღაცა პერიოდში, ამის წინაპირობა არც ყოფილა, არც დასაქმების თქვა საწყის ეტაპზე და არც იყო ზეპირი პირობა იმის შესახებ, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება და გაგრძელებულიყო. აი მანამდე ასეთი დაპირება ჰქონდათ? არავით არის მსგავსი დაპირება არ ყოფილა და ამ ნაწილზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ სანამ მე უშუალოდ დავსაქმდებოდი ჩემი კოლეგების მხრიდან, იმიტომ რომ სოციალური მუშაკების ზოგადად ძალიან ცოტანი ვართ და დეფიციტია ზოგადად კვალიფიციური კადრების, ჩემო კოლეგებმა მიმართეს სააგენტოს დირექტორს თხოვნით, რომ დაემატებინათ კადრები, იმიტომ რომ უამრავი საქმე, რომელსაც ფიზიკურად ვერ უმკლავდებიან. რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ იმუშაონ ამ ადამიანებთან. ამიტომაც მოხდა ზუსტად ჩვენი მყისიერი დანიშვნა ხელშეკრულების საფუძველზე და იმის იმედად, რომ საშტატო ადგილები გაჩნდებოდა და ჩვენი მუდმივი თანამშრომლები ვიქნებოდით. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნავ სოციალური მუშაობის კანონს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს შემუშავდა ეს კანონი და 2025 წლის 1 იანვრამდე ყველა უწყება, სადაც სოციალური მუშაკები არიან დასაქმებულები, ვალდებულება ექნებოდათ, რომ ეს საშტატო ადგილები გაიზარდათ იმისთვის, რომ მომსახურების მიმღებ პირებს ქონოდათ შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორად და კარგად მიწოდებოდათ მათ ეს რესურსები. შესაბამისად, კადრების მატებაზე უნდა იყოს ეს უწყებები ორიენტირებული და არა პირიქით შეწყვეტაზე. ხელშეკრულების რომ საშტატო ადგილების სიმცირეა რეალურად. სიმცირეა რეალურად და როდესაც დამსაქმებელთან მე ვიკითხე თუ რა მიზეზით ხდებოდა ჩემი ხელშეკრულების არ გაგრძელება, ობიექტურ მიზეზებს ვერ მისახელებენ, იმიტომ რომ მეუბნებიან რომ არ აქვთ შესაბამისი რესურსი, როდესაც გასული 2 თვის განმავლობაში კიდევ ერთი კონკურსი გამოცხადდა, სადაც იყვნენ სოციალური მუშაკები, გასაუბრება განხორციელდა და დღემდე ელოდებიან პასუხს. ანუ იმდენად გვჭირდება კადრები, ამის ფონზე ხდება ჩვენი გათავისუფლება, რომელიც ვერანაირ ლოგიკას ვერ ექვემდებარება, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში და ჩემი კოლეგების შემთხვევაში არ ყოფილა არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მაგალითად რაღაცა დარღვევა გქონოდა ან სამსახურებრივ გადაცდენა ან დისციპლინური დარღვევა, რომ მაგალითად ამ მიზეზით მომხდარიყო ჩვენი ხელშეკრულების შეწყვეტა. შესაბამისად, რაღაცა ობიექტური და ლოგიკური მიზეზი დამსაქმების მხრიდან ბუნებრივი არ გაჟღერებულა. ამის შესაბამისად ჩვენ
ბუნებრივია გსურდა სააგენტოს დირექტორთან შეხვედრა, მივწერეთ ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით ოფიციალური წერილი და ჩვენი შუამავლების მეშვეობით მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ გსურდა მასთან შეხვედრა, რომ ეს ობიექტური მიზეზები დაესახელებინა, თუმცა სამწუხაროდ სააგენტოს დირექტორი არ შეგხვდა და ხო. დიახ, იმ სამუშაოებს, რასაც თქვენ ატარებდით აგვისტოს შემდეგ, როდესაც დასაქმდით სააგენტოში, სხვა სოციალური მუშაკები იდენტურ ფუნქციებს ასრულებენ თუ არა, აი ამაზეც რომ გვიქრათ. კი, ჩვენი სამმართველო მუშაობს როგორც აღნიშნე, აი პირობით მჟავრდებულთან, ყოფილ პატიმრებთან და კონკრეტულად თქვენს უფლებამოვალებს და ფუნქციებს გულისხმობთ. დიახ. და ყველა სამმართველოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს გვაქვს ერთი და იგივე ფუნქცია. თუმცა რაოდენობრივად ახლა ინდივიდუალურად მუშაობთ ადამიანებთან, ვისთანაც ჩვენ გვიწევს მომსახურების გაწევა და იმდენად დიდი არის მათი რიცხვი, რომ ბუნებრივია ვერ ავუდივართ, როგორც აღნიშნე, მაგალითად უკვე ჩემ კოლეგებს აქვთ 150 შემთხვევა, რომელზეც უწევთ აი მუდმივად აქტიურად მუშაობა და ჩვენი წასვლის შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენი საქმეების გადანაწილებაც მათზე მოხდება. რაც იმის წინაპირობა არის, რომ ვერ აუდიან ესენი ამ საქმეებს და ვერ მოხდება სააგენტოს ხელმძღვანელთან სადეთ კომუნიკაცია. შემდეგ იყო თუ არა პასუხი? სააგენტოს ხელმძღვანელთან ჩვენ უშუალოდ არ გვქონია შეხება და ჩვენ როგორც აღნიშნე, წერილის მეშვეობით შევატყობინეთ, რომ გსურდა შეხვედრა და პასუხი არ ყოფილა. იცით, დიახ, სანამ ბატონ გიგასთან გადავინაცვლებთ, ქალბატონ მარიამ ნახეთ, გაავრცელა პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება და მე მინდა უბრალოდ მაყურებელს რომ წაუკითხო. სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას სააგენტოდან თანამშრომლების თითქოს და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულები, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ სააგენტომ წინასწარ აცნობა. ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი კონტრაქტების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული პრაქტიკა. მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო ფულადი პრემია. შეესაბამება თუ არა ეს განცხადება, ახლა როგორი არის თქვენი პასუხი, როგორი არის თქვენი ისინი აი მე უბრალოდ ამ განცხადების იმ ნაწილზე გავამახვილებ ყურადღებას, სადაც წერია, რომ ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულება არ არსებობდა. აი ამ ნაწილზე მაინტერესებს თქვენი შეფასება. იმ ნაწილში, სადაც ამბობენ, რომ მაგალითად წინასწარ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, იმას თუ გულისხმობენ, რომ 2 დღით ადრე HR-მა სატელეფონო ზარის მეშვეობით გვაცნობა ეს, როდესაც დეპარტამენტის უფროსი და სამმართველოს უფროსი არ იყვნენ საქმის კურსში და მათი გვერდისავლით მოხდა ჩვენი ინფორმირება და მით უმეტეს, როდესაც მიზეზებს ვერ გვისახელებენ, ალბათ ამ ნაწილს გულისხმობენ, რომელიც არ ვიცი, რა თქმა უნდა, ლოგიკას მოკლებული არის. რაც შეეხება ხელშეკრულების გაგრძელებას, ჩვენ ერთბაშად დავიწყეთ 5 ადამიანმა, 4 სოციალურმა მუშაკმა და 1 ფსიქოლოგმა და განსხვავებული ხელშეკრულებები გვაქვს დადებული, რაც ასევე დარღვევა არის და თუ მაგალითად წინაპირობა არ არის ის, რომ მაგალითად ვიღაცას აანაცვლებ რაღაცა პერიოდი და წინ დათქმა არ გექნება იმისა, რომ თქვა შენ მჭირდები როგორც კადრის 3-4 თვის განმავლობაში და მე შენ წაახვალ დატოვებ პოზიციას, ესეთი საუბარი არ ყოფილა. პირიქით, აი როგორც ვახსენეთ ახლა, როდესაც მე გასაუბრება მქონდა უშუალოდ ამ საქმებლებთან, პირიქით იყვნენ ისინი იმისკენ მზაობა ქონდათ, რომ ჩემი მათთან თანამშრომლობა იქნებოდა ხანგრძლივი, იმიტომ რომ ამის აუცილებელი საჭიროება იყო. რას უკავშირებთ ამ გადაწყვეტილებას, ქალბატონ მარიამ? ამ გადაწყვეტილებას ესე კონკრეტულად ვერაფერს ვერ დაუკავშირებ, იმიტომ რომ დამსაქმებელი არაფერს არ მეუბნება. ძალიან ხშირად ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თქვა პოლიტიკური ნიშნით ხომ არ ხდება, აღნიშნავ იმას, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან ძალიან ხიად ხდება და ჩემი პოზიციის დაფიქსირება პეტიციაზე ხელმომწერი ვარ ერთ-ერთი მათგანი. რამდენი თანამშრომელი აწერს ხელს ამ პეტიციას? უმეტესობა, აი ხა გამიჭირდება კონკრეტული რიცხვი გითხრათ, მაგრამ უმეტესობა თანამშრომლებისა ვართ ხელმომწერები. და შეიძლება რომ ერთ-ერთი არგუმენტი იყოს ის, რასაც ბუნებრივია სააგენტო არ ადასტურებს, რომ ესე ხიად მქონდა ჩემი პოზიცია, რომელიც როგორც ჩანს მათთვის მოსაწონი არ იყო. თქვენ აღნიშნეთ, რომ თანამშრომლების უმეტესობა უერთდება ამ პეტიციას, მაინტერესებს სხვა თანამშრომლების მიმართაც გატარდა თუ არა, მიღებულია თუ არა ანალოგიური გადაწყვეტილებები. მე გულისხმობ იმ თანამშრომლებს, რომლებიც შტატში არ არიან და ხელშეკრულებებით მუშაობენ. კი, აქ 4 თანამშრომელი ვიყავით, რომელიც ხელშეკრულებით
დავსაქმდით და ორი ადამიანი საერთოდ გრძელდება ხელშეკრულება და ორი ადამიანი დარჩნენ როგორც სააგენტოს თანამშრომლები. ხო, პეტიციის ხელმომწერები. პეტიციის ხელმომწერები კი, ამიტომაც ამ მიზეზით გამიჭირდება, რომ ესე დადასტურებულად გითხრათ, რომ ეს არის მიზეზი კონკრეტულად ჩემი ხელშეკრულების არ გაგრძელების, თუმცა ერთ-ერთ არგუმენტად ნამდვილად განვიხილავ ამას. და აი კონკრეტულად ამ პეტიციაში რა იყო ნათქვამი მაყურებელს რომ გავაცნოთ, ანუ რა პოზიცია იყო გამოხატული თქვენი მხრიდან 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ამ თემის ჩაშლა ალბათ ჩემი მხრიდან ახლა ამ ეტაპზე არ მინდა რომ რაღაცა შევიდე სიღრმეებში, უბრალოდ ვიმიჯნებოდით იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ალბათ როგორც სოციალური მუშაკები და როგორც უბრალოდ მოქალაქეებს ვალდებულება გქონდა და ვალი გქონდა ჩვენი ქვეყნის და იმ ადამიანების წინაშე, რომელიც თქვათ რეჟიმის მიერ არიან დაჩაგრულები დღეს და აღარ ჩავშვილი იმას რა ფორმით და როგორ, შესაბამისად ხო, არ იქნებოდა ალბათ მოსაწონი მათი მხრიდან ჩვენი ამ დოზით აქტიურობა. მადლობა გიგა სოფრომაძე, მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომელი არის ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი. ბატონო გიგა, რა ვითარებაში მოხდა თქვენი გათავისუფლება? მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები. ჯერ თლად ყოფილი არა ვარ, ორი დღე მაქვს დარჩენილი, ორი სამუშაო დღე მაქვს დარჩენილი. რაც შეეხება გათავისუფლების მეთოდს და გარემოებებს, სტანდარტული არის ეს გათავისუფლების მეთოდები ყველა სახელმწიფო უწყებაში და ამას ვამბობ სრულიად თამამად, იმიტომ რომ ჩვენ საჯარო მოსამსახურეებმა დავაფუძნეთ, შევიტანეთ განაცხადი პროფკავშირების დაფუძნებაზე და აქტიური კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და წარმოდგენა გვაქვს ერთმანეთის უწყებებში რა ხდება. გათავისუფლების მექანიზმი არის, როგორც წეგნო ახსენე, ყველგან ერთი, ფორმალური, რომ აღარ გრძელდება ხელშეკრულებები, როგორც აი მარიამის შემთხვევაში მაგალითად და განცხადებაც წაიკითხეთ თქვენ, რომელიც სააგენტომ გაავრცელა, თუმცა არ მაქვს განცხადება წაკითხული, მაგრამ თქვენგან რაც მოვისმინე, არის უკვე რამდენიმე უზუსტობა ფაქტობრივ გარემოებებსა და რეალობას შორის. ანუ მარიამის სამსახური რო ვთქვათ, ისევ და სანამ ჩემს ასე გადავალ, მარიამის სამსახური არ არის ეს პროექტი, რომელიც 1 ან 2-დან 3 თვე უნდა გაგრძელდეს. ეს არის ქვეყნის მომავლისთვის შექმნილი სერვისი, მომსახურება და სიკეთე, ესე რომ ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. ეს უნდა იყოს განგრძობითი და ეს არ უნდა იწყებოდეს აგვისტოში და არ უნდა მთავრდებოდეს დეკემბერში. მით უმეტეს, აგვისტოდან დეკემბრამდე არის პერიოდი, როდესაც კადრი იზრდება, სამუშაოს გეგმას აკეთებს, კონტინგენტს იცნობს, ვისთანაც უნდა იმუშაოს და დეკემბერში ამ ადამიანების გაშვება ცოტა არ იყოს ალოგიკური არის. ანუ იანვრიდან პრობაციონერები აღარ გვეყოლებიან, თუ მათთან ახალი კადრები უნდა მივიღოთ, ეხლა რომელსაც მარიამის დონის გამოცდილება არ ექნება და დამწყებებმა უნდა იმუშაონ, ხო? კი, კარგი არის, პირიქით, ახალი კადრები უნდა მიიღონ, უბრალოდ ძველი კადრები, რომლებიც არიან, მასაც ჭირდება გაფრთხილება. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების ნაწილს, ფორმალური იყო ეს ნაწილი და მე გავასაჯარო ეს ინფორმაცია, განსხვავებით თბილისის მერია სავარაუდოდ არ გააკეთებს განცხადებას ამაზე, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იტყვიან ისეთს, რაც შეიძლება არგუმენტად გამოდგებოდეს. ჩემი გათავისუფლების მიზეზში ჩაიწერა, რომ ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში პროგრამებს ყავს კოორდინატორები და გიგა სოფრომაძის შტატი აღარ არის, ფუნქცია აღარ არის საჭირო, რაზეც დღეს თბილისის მერმაც ისაუბრა და კიდევ უფრო დააკონკრეტა ბატონი გელაჩივიაშვილის მოხსენებითი ბარათი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ და თქვა, რომ მე თითქოს ვიყავი სამსახურში, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში გაფორმებული შტატგარეშე თანამშრომლად, იმიტომ რომ იქ პროგრამები დამენერგა, თითქოს ეს პროგრამები დაინერგა და ჩემი საჭიროება იქ აღარ არის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში მუშაობა დავიწყე 2016 წელს. 2016 წელს ზუსტად იგივე რაოდენობის პროგრამები იყო, რომელიც არის ახლა 2025 წელს. ბატონო გიგა, უფრო კონკრეტულად რომ ვუთხრათ მაყურებელს, რა სამუშაოებს ასრულებდით 2016 წლიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში, უფრო კონკრეტულად რა სერვისები იყო თქვენი საქმიანობის სფერო? კი. ხო, გავაგრძელებ თუ შეიძლება და ზუსტად მაგალითად მივიდივარ, წარმოდგენა რომ შექმნა რატომ მივედი იქ და რას ვაკეთებდი. ეს პროგრამები, როგორც წეგან თქვი, იგივე მოცულობის არის, იგივე რაოდენობრივად გულისხმობ, იგივე რაოდენობის კოორდინატორები ყავს, რაც ყავდა 2016 წელს. განსხვავება არის ერთადერთი ის, რომ პროგრამებში გაიზარდა მოსარგებლე პირთა რაოდენობა, პროგრამებში გაიზარდა ბიუჯეტი, პროგრამები გახდა უფრო მეტად მიზნობრივი და უფრო მეტი სამუშაო არის
იმ პროგრამებში ეხლა. რას ვაკეთებდი მე? მე ვარ გარდა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, ამას გარდა ვარ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბატონი, ამ შემთხვევაში კახი კალაძის, თორე ისეთ მერი ვინც იქნება, მერის შშმპ-თან საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. და ამ საბჭოს ფუნქცია გაცილებით მეტი არის, ვიდრე მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში პროგრამების კოორდინირება. ან ეს სამსახური არის, საბჭო შექმნილი არის იმისათვის, რომ მოხდეს გაერო შშმპ-თა კონვენციის იმპლემენტაცია, დანერგვა პრაქტიკაში და იმ სამართლებრივი აქტების პრაქტიკაში აღსრულება, რომელიც მიღებული გვაქვს შშმპ-თა უფლების შესახებ კანონით და მისაწვდომის ეროვნული სტანდარტებით. და ჩემი ფუნქცია არის ამ საბჭოში კოორდინირება გავუწიო ერთის მხრივ საქალაქო სამსახურების მუშაობას და მეორეს მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის ქონებითა თემის ვთქვათ მოთხოვნებსა და ხედვებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ანუ შშმპ-ებთან ვმუშაობ მერის სახელით და მათ ვაცნობ იმ მიმდინარე პროგრამებს ან გეგმებს ან ხედვებს, რაც აქვს თბილისის მერია შშმპ-თან მიმართულებით. ვისმენ მათ პოზიციებს, მათ ანალოგიურ პასუხებს, ხედვებს და გეგმებს, რომელსაც ვაცნობ შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს, არა მარტო ჯანდაცვა და სოციალურს, ყველა სამსახურს აბსოლუტურად, ყველა სიიფს, აიფს, გამგეობას და ასე შემდეგ, სადაც კი შშმპ-ების საკითხი შეიძლება ჟღერდებოდეს. და ვეხმარები მუნიციპალიტეტის მერიას სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში. მე ვარ მაკოორდინირებელი ადამიანი და ჩართულობის უზრუნველმყოფელი ადამიანი, რომ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მაგალითად გაუმარტივდეს კომუნიკაცია შშმპ-ების ჯგუფთან და ასე შემდეგ, ხო? და ეს როგორც ახლა ვთქვი, ბევრად მეტი არის, ვიდრე მაგალითად ის რამდენიმე საქალაქო სამსახურის პროგრამა, რომელზეც აპელირებენ, ხო? და ჩემი გათავისუფლება მოხდა ფაქტობრივად ამ გარემოებით, მაგრამ რეალობა არის სხვა. თქვენს გეცოდინებათ უკვე და ალბათ ყველა მიცის, რომ დიდი ხანია საჯაროდ ვაქტიურობ და ვეწინააღმდეგები ყველანაირ იმ პროცესს, რომელიც ჩვენ გვაფერხებს და გვაშორებს ცივილური სამყაროსკენ მიმავალ გზას. დასავლეთისკენ მიმავალ გზას იქნება ეს ამერიკასთან ურთიერთობა, იქნება ეს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა თუ ასე შემდეგ, რაც გვაშორებს იმ სერვისების, იმ სტანდარტების, იმ დამოუკიდებულების ჩვენს ქვეყანაში დანერგვასთან, რაც რისკენაც მიგვიწევს გული დასავლეთის ქვეყნებისკენ, ხო? ხშირად ვახსენებ, როდესაც ღმერთმა ყველას აშორებს, მაგრამ მკურნალობა გვჭირდება და რთული პროცედურები გვჭირდება, არ გვახსენდება ჩვენ არც ირანი, არც ჩინეთი, არც რუსეთი და არც ასე შემდეგ, ხო? მივდივართ გერმანიაში, მივდივართ საფრანგეთში, მივდივართ ნიდერლანდებში და მსგავს ქვეყნებში. როდესაც ხარისხიანი განათლება გვინდა, ასევე ამ ქვეყნებში მიგვიწევს პირველი გული. როდესაც ლტოლვილად ვარდები, მე არ ვიცი ვინ შეიძლება ჩაბარდეს ჩინეთს ან ირანს ლტოლვილად, ხო? ყველა მიდის ევროპისაკენ. და დღეს სახეზე არის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს კარგავთ. უკვე ღიად საუბრობენ ამაზე და მე ამას ვეწინააღმდეგებოდი. სანამ თბილისის მერიაში 2014 წელს დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ვიყავი ტყიბულის მუნიციპალიტეტში შშმპ-თა საკითხებზე ერთ-ერთი არასამთავრობოს შემქმნელი. მე ერთადერთი ფუნქციური არასამთავრობო იყო, რომელიც თანამშრომლობდი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იმ ორგანიზაციებთან, რომელთა თანამშრომლობაზეც დღესაც ბევრჯერ ვახსენე, რომ ხარაგაულის დავასრულებ შეიძლება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე დღესაც დევს პოსტები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდზე დღესაც დევს პოსტები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდზე დევს პოსტები, ქუთაისის აწუկე ყოფილ მერთან და ვიცე-გუბერნატორთან და გუბერნატორთან ერთად და მერებთან ერთად, ერთშებთან ერთად საღამოს მივდიოდით ვახშამზე და სამართლიანად თავს ვიწონებდით იმ თანამშრომლობით, რაც ჩვენ გვქონდა ამ ქვეყნებთან და რამდენიმე წელი გავიდა და ამაზე დღეს მეუბნებია, რომ ეს არის აგენტურული საქმიანობა, ეს არის მტრული საქმიანობა. და ეს ადამიანები ისევ პოზიციებზე არიან, ზოგი პარლამენტში გადავიდა, ზოგმა ისევ მერის პოზიცია დაიკავა და ასე შემდეგ, ხო? და მე ამას ვეწინააღმდეგები და ღიად განვაცხადე, ჯერ კიდევ პირველი ცდილობა როცა იყო იმ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღების, რომელიც მართლა რუსული არის თავის შინაარსით და თქვენ ამ პერიოდიდან დაიწყეთ აქტიურობა, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თუ მანამდეც გამოხატავდით თქვენს პოზიციას საჯაროდ? მანამდეც გამოხატავდი, უბრალოდ ყოველთვის ვცდილობდი რომ ყოფილიყავი პოლიტიკურად ნეიტრალური. იმიტომ რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ძალიან დიდი არის
ჩვენი მოსახლეობა და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობით მქონე პიროვნებთან მიემიწევს მუშაობა არიან ისეთი ჯგუფი, რომელიც მრავალფეროვნები არიან, ხო, იგივე პოლიტიკური კუთხით, იგივე პარტიული სიმპათიებით, პერსონალური სიმპათიებით და ასე შემდეგ და მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ყოფილიყავი ნეიტრალური იმისთვის, რომ რომელიმე მხარის მიკერძოება არ ბრწყალებში დამბრალებოდა, რომ სხვებს ნდობა არ დაკარგოდა ჩემს მიმართ. მაგრამ როდესაც დგება ისეთი საკითხი, აი მაგალითად გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ჩამოსვლა, ხო ეს ვისაც არ უნდა დავაბრალოთ, ვისი შეცდომა იყო, ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატს ვხედავთ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. ამაზე მქონდა რეაქცია. როდესაც მე, რაზეც აღარ ვახსენე, იმ ჩემს წარსულ საქმიანობაზე, რომელიც მე უცბად მართლა მიამაყება, რისთვისაც თბილისის მერიაში მთხოვეს მუშაობის დაწყება, რაც იგივე მართველი პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში იამაყებოდათ, როდესაც ამაზე მეუბნებიან, რომ იცი რა, ეგ უკვე აგენტურული საქმიანობად გამოცხადდება, ეგ უკვე მტრული საქმიანობაა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოციალური პროგრამები, რომელიც ჩვენ ტყიბულში, თერჯოლაში და ხარაგაულში განვახორციელებთ, თუნდაც რაღაც აგენტურული საქმიანობაა, რომელსაც დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს. ხო, იქ არ ჩადის შვედი სამწუხაროდ, ტყიბულში არ ჩადის შვედი ადამიანი, არ ჩადის გერმანელი და არ ჩადის ჩეხი ადამიანი, რომელთა დაფინანსებითაც იქ პროექტები კეთდებოდა. ხო, ისევ ტყიბულელები იყენებენ იმ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგალითად, ადგილობრივი ხანდაზმული ადამიანები იყენებენ, რომელსაც გადაადგილება უჭირთ. ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობით მქონე პირები იყენებენ. ამაზე ყოველთვის ვაფიქსირებდი უკვე მკაფიო განცხადებებს. შარშან ვისაუბრე ამ თემაზე, უბრალოდ შარშან დაემთხვა ისე, რომ კანონი მეორე დღეს გაიხმეს, თუმცა ჩემს განცხადება შარშანაც მოყვა რეზონანსი და შარშანდელი პერიოდი წლევანდელისგან განსხვავდება იმით, რომ თუნდაც ამერიკის არჩევნები არ იყო, თუნდაც ევროპის ქვეყნებში არ იყო არჩევნები, ის პერიოდი გამოიყენეს კიდეში და ჯგუფებში სამუშაოდ, რომ წელს უკვე ყოფილიყო ინიცირებული. წელსაც გავაკეთე განცხადება და განცხადების გაკეთების მომენტიდან დაიწყო შეფარვით რეპრესიები. თუ გინდათ გითხრათ, თუ გინდა გავაკეთოთ. დიახ, აი სანამ ამ თემაზე გავაგზავნებთ საუბარს, თქვენ ამბობთ, რომ 8 წელია მუშაობთ მერის ჯანდაცვის და სოციალურ სამსახურში. აღნიშნეთ, რომ პირველი არ ყოფილა ეს შემთხვევა, მანამდეც იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებამდეც აქტიურად გამოხატავდით საკუთარ პოზიციებს. ახსენეთ ახსენეთ იგივე 2019 წელი გავრილოვის ვიზიტიც. მე მაინტერესებს მანამდე საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური პოზიციების ან თუნდაც სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო მიღებული გაქვთ თუ არა შენიშვნები ხელმძღვანელობისგან? არც ერთი შენიშვნა ხელმძღვანელობისგან მიღებული არ მაქვს. დღემდეც კი არც ერთი შენიშვნა არ მიმიღია. შეიძლება შენიშვნა არა, მაგრამ რაიმე ტიპის შეზღუდვებს თუ გრძნობდით მანამდე წინა წლებში? არაფერს და გეტყვით. პირიქით იმ მომენტში, ახლა აი 2022 წლის 14 სექტემბრის პოსტი გავუგზავნე დღეს ჟურნალისტებს თუ არ ვწდები, სადაც თბილისის მერი ჩემს საქმიანობას მთავრობის ხდომაზე ეხმაურება, მოსახლეობას და განსაკუთრებით თბილისელებს აცნობს ჩემს პიროვნებას, ჩემს საქმიანობას, ჩემს მიღწევებს, მიხდის მადლობას, როგორც თბილისის მზრუნულ ადამიანს და სურვილს გამოთქვამს, რომ ვითანამშრომლოთ და გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ისიც მადლობას ვუხდი აქედან დაფასებისათვის და ნამდვილად დაფასებულად ვგრძნობ თავს, მარტივად რო ვთქვათ. და არაფერი შეცვლა. იგივე საქმეებს ვაკეთებდი მაშინაც, იგივე საქმეებს ვაკეთებდი მერეც, იგივე საქმეები უნდა მეკეთებინა 2025 წელს. თქვენ ამბობთ, რომ შეზღუდვები მხოლოდ ახლა იგრძენით? შეზღუდვები დაიწყო ეხლა, პირველი ახლა ცოტა უხერხული რაღაც უნდა ვთქვა და ბუდიში ვიხდი, რომ ითარებდა მოვიდა შარვალ კოსტუმიანი ადამიანი, როდესაც პრემიაზე საუბრობს, ძალიან უხერხულია, მაგრამ უნდა ვთქვა, აი ეს არ იყო მარტო ჩემი მიმართ, ყველა ადამიანის მიმართ, რომელმაც გააკეთა განცხადება ჯერ კიდევ მარტის მოვლენებზე, გულისხმობ კანონის შემოტანისას, ყველა ადამიანს ღია პროტესტის შემდეგ შეუწყდა პრემიის ჩარიცხვა. ერთადერთი პრემია ჩემთანაც და მათთანაც ჩაირიცხა ეხლა დეკემბერში, როდესაც ოპოზიციიდან აღარ მახსოვს ვინ გააკეთა განცხადება და მე გამოეხმაურა, რომ არა ჩვენთან ესეთი ამბები არ ხდება და ბუნებაში არ ყოფილა. ყოფილა ბუნებაში, წერილის ნომრებით შემიძლია დღესვე გავუგზავნო, ვისაც დააინტერესებს, რომელ წლებში ვიყავი მე ჩასმული თუნდაც საპრემიო ნუსხაში და რომელი თარიღიდან ვარ აქედან ამოღებული. ნუ პრემიას რო თავი დავანებოთ, მოხდა ჩემი ჩამოშორება იმ საქმეები და რასაც ვაკეთებდი, მაგალითად წერილები, რომელიც მანამდე შემოდიოდა, პროექტები, რომელსაც თბილისის მერის თუნდაც ჯანდაცვის სამსახური აფინანსებდა ინტეგრაციის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარი არის დაახლოებით, ის წერილები ჩემთან აღარ შემოსულა. პროექტები ისე შემოდიოდა და გადიოდა
მუნიციპალიტეტში, რომ ჩემთვის ამაზე ცნობები აღარ ყოფილა. იგეგმება 2025 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ წერია, რომ მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან დაიწყონ შიშემბირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა. ამაზე მე მგონი აქაც იყო საუბარი, როდესაც შიშემპირები იყვნენ მოსული. ეს პროგრამა იქნება ყველაზე მოცულობითი შიშემპირთა მიმართულებით, რომელსაც დასჭირდება ცალკე კადრების დამატება, რომელსაც დასჭირდება ცალკე ფინანსები, ცალკე მონიტორინგი და ასე შემდეგ და ეს პროგრამა არ ვიცი იგეგმება, იცი რომ რაღაც სამუშაოები იყო, მაგრამ გავიგე კულუარებიდან, რომ იურისტები მუშაობდნენ, განყოფილების უფროსები მუშაობდნენ, თუმცა იქედან არც ერთი მათგანი არ იყო სიმბოლურად მან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. აღარ ვსაუბრობ საქმის სპეციალისტზე, რომელსაც ამ მიმართულებით რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. მე თვითონ მუნიციპალიტეტებისთვის შექმნილი მაქვს გზამკვლევის სახელმძღვანელო ერთ-ერთი პროექტის პარალელში, როგორ უნდა დაინერგოს პერსონალური ასისტენტის პროგრამა, რა რისკებია და რა, ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელი საკითხებია. სამსახურის წარმომადგენლები მთხოვდნენ, რომ იქნებ გავუგზავნო ეს კითხვარი. ისე კულუარებში, როდესაც უკვე ბრწყალებში გაიჭედნენ რაღაცა სიტუაციაში. აი, ნახოთ, გათენდება რამდენიმე დღე დარჩა 2025 წლის იანვრამდე, კაი, 14 იანვარი ავიღოთ, ნახოთ დაიწყება თუ არა ეს პროგრამა და მუნიციპალიტეტები გაართმევენ თუ არა თავს. ასევე ხაზგასმა იყო იმაზე დღეს მერისგან, რომ თითქოს მე პროგრამები დავნერგე და ჩემი იქ მუშაობის საჭიროება აღარ არის. მინდა ვიკითხო, რომელი პროგრამები არის მაშინ და ფარავს თუ არა ისინი ყველა ჯგუფს. და გეტყვით, რომელი პროგრამები არის. შიშემბირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, საკურორტო მომსახურების ქვეპროგრამა, აუტიზმის პროგრამა არის, უსინათლო პირების, მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე უსინათლო პირების დახმარება არის 300 ლარის ოდენობის თვეში 3ჯერ, 400 ლარიანი ფინანსური დახმარება არის 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის წელიწადში 2ჯერ და ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება არის. მაგრამ აი მაგალითად ვისაუბროთ, აუტიზმის პროგრამა ფარავს თუ არა დაუნის სინდრომის მქონე პირებს? არ ფარავს. უფრო რთული ჯგუფი არის ძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე პირები და ბავშვები, რომლებსაც პირდაპირ მნიშვნელობით 24 საათიანი მომსახურება მერის კიდევ ერთი განმარტება იყო უბრალოდ დავასრულებ, იმიტომ რომ ამ ჯგუფისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვისაუბრებ მაგ თემაზეც. და არიან პირები, რომლებსაც 24 საათიანი მოვლა ჭირდება, რომლებიც ვისაჯულებს, მაგრამ საფენებით არიან დღეში რამდენჯერმე სჭირდებათ საფენების პამპერსებს გულისხმობ გამოცვლა, სტომის ჩადგმა სჭირდებათ, რომ ხველა და სუნთქვა შეძლონ, საწოლში გადატრიალებას ვერ ახერხებენ ადამიანები და სჭირდებათ ხარდამჭერები. ამისთვის მათთვის არანაირი სერვისი არ არსებობს. 3 თვეში ერთხელ ხდება 250 ლარიანი კომისიური დაფინანსება ისიც და ახლა ვინმე თუ მეტყვის რომ 250 ლარი ამ ჯგუფისთვის საკმარისი არის რომ 3 თვის განმავლობაში ეს საჭიროებები დაიკმაყოფილოს, არ არსებობს ესეთი. და ცალკე თემა არის ის სერვის სტანდარტები, რომელიც დაცანერგია თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით და როგორ დავნერგეთ მაგალითად უსინათლო პირთა ტაქტილური ბილიკების მოწყობა ქალაქში. რა, ჭავჭავაძეზე რომ არის, აქაც შარტავაზე და კოსტავაზე რომ დაემატა. იგივე ხმოვანი სიგნალები რომ არის, როგორ დაყენდა ესენი, იგივე ავტობუსის გამოცხადების სისტემები როგორ ჩაირთო და რამდენი პროტესტი უძღოდა ამას წინ, რამდენი დაპირისპირება უძღოდა და რამდენი კამათი უძღოდა ამას წინ და რამდენი ხარვეზია კიდევ ამ მიმართულებით. და არ ვიცი, რა დაინერგა და რატომ აღარ არის სამუშაო, ანუ ეს ნიშნავს, რომ თბილისის მერის განცხადებით, შიშემპირთა მიმართულებით ყველაფერი უკვე კარგად არის, გიგამ თავის საქმე დაასრულა და დამთავრდა მასთან თანამშრომლობა. მერის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თქვენ მუშაობდით შიშემპირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროგრამებზე, ამ პროგრამას. ზოგადად შიშემპირთა პროგრამის ამ პროგრამას ორი პოზიცია მეჭირა კიდე გარდა ამას. ეს რაც აღნიშნეთ დიახ საბჭოში. მერია აღნიშნავს, რომ ამ პროგრამებს უკვე დღეს ყავს თავისი უფლებამოსილი პირი და აგრეთვე კიდევ ერთი განმარტება არის ამ განცხადებაში, რომ თქვენ მიმდინარე წლის განმავლობაში არ გიმუშავიათ მერიის განცხადების მიხედვით არც ერთ წერილებზე, რომლებიც შევიდა დედაქალაქის მთავრობაში. აი ამას როგორ უპასუხებდით, დიახ? როგორ არ მიმუშავია? ანუ არ უმუშავია მიმდინარე წლის განმავლობაში, მას არც ერთ წერილზე არ უმუშავია. ამიტომ ის ფუნქცია ამოწურულად ჩაითვალა. ეგ თქვი ზუსტად, რომ არ მიმუშავია, იმიტომ რომ არავის დაუწერია წერილი. წერილი თუ არ შემოვიდა ჩემთან, მოქალაქეს ხوار დავხვდები მისაღებში, რომ წერილი მომეცი და მე ვიმუშავებ.
წერილი რომ დამეწეროს, სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პრემიერად ვარ ჩამერიცხა. პირობითად აი ბოდიში რა ყველასთან ამ თემაზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ რა უნდა ვიკითხო, ხო? ესეც ხო მათი გადაწყვეტა არის. რატომ ხდება რომ 29 მარტამდე დასაქმების დღიდან 2024 წლის 29 მარტამდე ყველა წელს ხდებოდა ჩემი ფინანსური წახალისება, ესე რომ დავარქვათ ამ თემას, 29 მარტის განცხადების, ანუ ჩემი განცხადების შემდეგ აღარ ხდება დაფინანსება. მანამდე შემოდიოდა პროგრამები, პროექტები, წერილები, ვიყავი მათ განხილვაში ჩართული, ამ პერიოდის შემდეგ აღარ ხდება. აღარ მინდა ვისაუბრო ხა ცალკე მივლინებები და ცალკე საზღვარგარეთ დაფინანსებები და პროექტები რომ იყო, რომლისგანაც ვიყავი და ვარ ჩამოშორებული. თვითონ ისაუბროთ, რატო არ მეწერებოდა წერილი და მაშინ რატომ არ შეწყდა მანამდე ხელშეკრულება. ჩემი ხელშეკრულება არ შეჩერებულა. ბატონო გეგო, სადეთ მიზეზების გარკვევა ხელმძღვანელობასთან, მას შემდეგ რაც გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიიღეთ. ვიტყვი მაგასაც ჩემი ხელშეკრულების ნაწილს რომ დაუბრუნდეთ, ანუ ხელშეკრულება არ გაგრძელდა არა. ჩემთან 2019 წლის შემდეგ არის უვადო ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად გიგას ოფრომაძესა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებულია უვადო ხელშეკრულება. ერთადერთი შედიოდა მასში ცვლილებები, როდესაც ხდებოდა ხელფასების მატება უწყებაში, 100%-იანი მატებები რაც იყო, ამ შემთხვევაში ხდებოდა ცვლილებები შეტანა. ცვლილებაშიც მითითებულია, რომ მხოლოდ ფინანსურ ნაწილში შევიდა ცვლილება გიგასა და მერიას შორის დადებულ უვადო ხელშეკრულებაში. და დღეს რომელი ხელშეკრულება არ გამიგრძელეს, არ ვიცი, ხელშეკრულება შეწყვიტეს. ეს არის მიზეზი. რაც შეეხება გარკვევას, არც არავის შეუტყობინებია, აი მარიამის განაცხადებით, ახლა მარიამად თქვა რომ დამირეკესო, ჯერ დარეკვის შეტყობინება რომ სამსახურიდან გიშვებ, ცოტა უხერხული არის და არასერიოზულია უწყებისთვის, მაგრამ მაგაზე მე თალკე ვისაუბრებ კიდე. ჩემთან არავის არ დაურეკავს, არავის არ შეუტყობინებია. საერთოდაც სამსახურის უფროსმა გუშინ დამბლოკა Facebook-ზე. მიუხედავად იმისა, რომ არ მინახავს თვალით, მიუხედავად იმისა, რომ არ მისაუბრია, მიუხედავად იმისა, არ მიმიწერია და არანაირი კომუნიკაცია არ მიცდია მასთან, იმიტომ რომ არ გვექნება კარგი საუბარი და 8 წლიანი მუშაობის შემდეგ, როდესაც წერილს წერო, ვიცი რა 8 წელი ადამიანთან მუშაობდი ერთ სართულზე და მოდი დღეს აღარ მინდა სხვა კითხვის ნიშნებს აჩენს ეს და თვითონაც კარგად იცის ეს რა არის და როგორ და უწყებაშიც კარგად იციან შიგნით. ნუ წეღარ ნახე რომ ბლოკი მომხსნა. მაგრამ მეგობრებში აღარ ყავარ. არ ვიცი, მათზე იყოს ეს რა არის და როგორ არის. ხო, და ნუ პასუხი იყო ეს, რაც იყო რომ ბატონო გელაჩივიაშვილის მოხსენების საფუძველზე ბატონო კახაკალაძემ მიიღო გადაწყვეტილება 25 დეკემბერს, 25 დეკემბერს დილის 10:18 წუთში არის გაგზავნილი წერილი ჩვენგან, ანუ გელაჩივიაშვილისგან რომ გავთავისუფლებულიყავი და დღის ბოლომდე არის მერის ბრძანებაც გამოცემული, ანუ მთელი უწყება ჩამოიარა და ჩამოვიდა ჩემთან რომ გავთავისუფლებულიყავი. ბოლო შეკითხვას დავსვამ ორივე თქვენგანის მისამართით, თუ აპირებთ რომ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად დაიწყოთ სამართლებრივი დავა ორივე თქვენგანთან ეკნება ეს კითხვა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაყურებლამდე სწორად მივიდეს ინფორმაცია, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ჩვენი ხელშეკრულების არ გაგრძელების გამო, სამართლობის გამო ვიბრძვით, გიგამ სწორად აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენგან ერიან სერვისის მიწოდებას და აქვე აღნიშნავ იმას, რომ ძალიან რთულია იმ კონკრეტულ ადამიანებთან თუნდაც მინიმალური ნდობის მოპოვება იმისთვის, რომ მათთან მუშაობა შევძლოთ, ხო? ეს ალბათ არასერიოზულია დამსაქმებლისგან, როდესაც მე მუშაობას ვიწყებ კონკრეტულად ადამიანთან, ბენეფიციართან და მჭირდება მინიმუმ 6 თვე იმისთვის, რომ მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია მოხდეს, ნდობა მოვიპოვა, ხო? მივაწოდე შესაბამისი სერვისები და შენ 2 და 3 დღეში ამ ყველაფერს ხას უსმევ, ეს არის ალბათ წარმოუდგენელი რაღაცა და აქვე ერთი რაღაცა მინდა რომ აღნიშნო ქუთაისის შემთხვევაში, როდესაც რეგიონებში განსაკუთრებით ჭირს ხოლმე ჩვენი კვალიფიციური კადრების მოძიება და რამდენიმეჯერ უხდება სააგენტოს, რომ გამოაცხადოს ვაკანსიები, მივიდნენ ადამიანები, მერე გადამზადება ხდება ამ ადამიანების, ხო, რესურსი იხარჯება ფაქტია სააგენტოს მიერ და ერთადერთი სოციალური მუშაკი და ერთადერთი ფსიქოლოგი გაათავისუფლეს და ფაქტიურად იმ რეგიონის ბენეფიციარები რჩებიან აი ამ რესურსის გარეშე. ეს არის სასაცილო უბრალოდ და მეტი ალბათ ვერაბნაირ შეფასებას ამჟამად ვერ გავაკეთებთ. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა სამართლებრივ ნაწილში ძალიან სწორები ვიყოთ. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ჩემი კოლეგები და პროფესიული თემი ძალიან მხარდამჭერები არიან ჩვენი.
და ალბათ ყველაზე სწორი რაც არის ზუსტად ამ გზას მივყვებით, რომ სამართლებრივად მივყვეთ ამ ქმედით ნაბიჯებს ჩვენი უფლებების დასაცავად, იმისთვის რომ მე შევძლოთ ჩვენი ბენეფიციის უფლებების დაცვაც. ბატონ გიგა თქვენ? ხო, ბრძოლას რა თქმა უნდა ვაპირებთ, ამასაც გამოვეხმაურები და მინდა საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ ერთხელ ინფორმაცია, რომ ჩვენ იმ ადამიანებმა, რომლებიც განცხადებებს მოვაწერეთ ხელდა არა მარტო სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებულმა პირებმა შევქმნით შევიტანეთ განაცხადი პროფკავშირის დარეგისტრირებაზე. ანუ ეს არის საჯარო მომხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, კონსტიტუციის 78 მუხლი და აუცილებლად არა მარტო ჩემს პირად და ჩვენს უფლებებზე ვიბრძოლებთ, არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დასაქმებულია საჯარო სექტორში, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე, ის იქნება ბაგის მასწავლებელი თუ ასე შემდეგ. ყველას უფლებაზე ვიბრძოლებთ და ვიმუშავებთ, რომელიც კი შეიძლება გახდეს რაიმე სახით ჩაგვრის, გარიყვის, ზალადობის ან მით უმეტეს შევიწროების და სამსახურიდან გათავისუფლების მსხვერპლი და ეს იცოდნენ მათ, მაგრამ მაინც გააკეთეს და ეს იქნება აუცილებლად ჩვენგან პასუხი, რომელიც მართლა არ მინდოდა, გულწრფელად ვამბობ, არ მინდოდა, რომ ურთიერთობები მისულიყო ამ ეტაპამდე, თუმცა მესიადა. მადლობა გიგა სოფრომაძე, მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მარიამ სირაძე, პრობაციის სააგენტოს უკვე ყოფილი თანამშრომელი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.